მოგესალმებით, მეგობრებო, ყველას. ცოტა დიდხნიანი პაუზა კი გამოგვივიდა, მაგრამ არა უშავს, იმედია მომიტევებთ. დღეს ვისაუბრებთ UFC 326-ზე, ცოტა ისიც დაგვიგვიანდა, მაგრამ არა უშავს. თუმცა სანამ UFC 326-ზე გადავალთ, მანამდე მოკლედ მივიხილოთ წინა ივენთი, მექსიკის ივენთი, სადაც თავი ბრძოლა ჰქონდა ბრენდონ მორენო, ლონერ კავანა. თუმცა იქამდე შეგახსენებთ, რომ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი არხი და რა თქმა უნდა შეგიძლიათ მოიწონოთ უშუალოდ ვიდეო ის, რომელიც მოგწონთ. დავიწყეთ გასულ უქმეებზე UFC Fight Night 268-ე, ოფიციალური სახელი ასეთი აქვს, ჩატარდა მეხიკოს სიტიში, მექსიკაში. პრინციპში რო გადავხედოთ მთლიანად შედეგებს, დიდად მოულოდნელობები არ ყოფილა, ერთ ბრძოლას თუ არ ჩავთვლით, მოულოდნელობები არ ყოფილა გულისხმობ ჩვენთვის, ვინც ვისაუბრეთ და გავიარეთ, ასე ვთქვათ, წინასწარ ეს კარდი. სხვა მხრივ შეიძლება იყოს მოულოდნელობები. ერთადერთი ჩვენ რაც ავწდით მოლოდინებში, ეს იყო ზელჰუბერისა და ბობი გრინის ბრძოლა, სადაც პირადად მე დიდ ფავორიტად ვთვლი ზელჰუბერს, თუმცა ნახეთ, რომ ცალმხრივად დაჯაბნა ყველანაირად ბობი გრინმა. გამოგიწყები და ახლაც ვიტყვი, რომ წესით დარიგით ზელჰუბერს უნდა მოეგო, მაგრამ კიდევ ერთხელ დავტყუდით, რომ ზელჰუბერს გაცემული ავანსები ცოტა გადაჭარბებული აღმოჩნდა და მთავარი პრობლემა რაც ამ ბრძოლას აქვს, არის ის, რომ მე სამწუხაროდ ჩემი აზრით მას ის სერიოზულად მოიკოჭლებს მებრძოლის IQ-ში და ეს ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ყველაფერს შეიძლება ასწავლო მებრძოლს, ასწავლო რაღაც უნარები, ასწავლო დავარჯიშო და საუბუშავო სტრაიკინგი, გრეპლინგი, რაღაც პატარ-პატარა დეტალები, უნარებში რაღაცები, ხარვეზები გამოუწორო, მაგრამ ეს თუ არა აქვს IQ, ამას უბრალოდ რთულია, ამას როგორც წესი, ამის შეძენა და ამის სწავლა ძნელია ხოლმე. ასე რომ მივავალთ თუმცა მაგბრძოლამდე, მოდით დავიწყოთ პრელიმ კარდით. პრელიმში ისეთი საინტერესო მაინც არაფერი არ მომხდარა. ერთადერთი, ვთქვათ, რომ კრის მოუტინიომ, როგორც ვივარაუდეთ, უნდა წაეგო აუცილებლად კრისტიან კვინონესთან. ამისთვის ეძახიან ხოლმე მოუტინიოს, მაგრამ როგორც წესი მასთი შავე ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში როგორც ვხედავთ, არ გაეთიშა მოუტინიო და მხოლოდ გადაწყვეტილებით წააგო. თუმცა მაინც წააგო. სხვა ისეთი მნიშვნელოვანი რა შეიძლება ვთქვათ პრელიმ კარდზე, ხო, რეჯინა ტარინის გამარჯვება აღნიშნოთ, დებიუტანტი მექსიკელი გოგონა, ახალგაზრდა გოგონა, რომელიც არის 21 წლის და არის ჯერ დაუმარცხებელი, მორიგი მერვე გამარჯვება იზეიმა მექსიკელმა თავის სადებიუტო ბრძოლაში UFC-ში. დავაკვირდეთ მის კარიერას, მართლა ძალიან ახალგაზრდაა, 21 წლის ბრძოლი დაუმარცხებელი, ძალიან საინტერესო ნამდვილად. სხვა რა იყო კიდე, ხო, აილენ პერეცი და მესჩისონი ამ ბრძოლაზე ვისაუბრეთ და თქვით რომ იქაც შეიძლება იქეთ და თავისი კოზირები შეიძლება ითქვას ორივე მებრძოლს ჰქონდა. აილენ პერეცი ძალიან კარგია, ძალიან აქცერია და ზოგადად მისი დამარცხება ყოველთვის წერა ყველას უჭირს. 2 წაგებიდან სხვადასხვა ერთი აქედან არის სულაც დისკვალიფიკაციით, ანუ ის ბრძოლა ფაქტიურად არ წაუგია აილენს. მექსიკიში ვისაუბრეთ, ძალიან არასტაბილური გოგონაა და ზოგადად ძალიან უჭირს ამ ბრძოლაში ისე თუ არ წავიდა საქმე, როგორც მან დაგეგმა და როგორც ასე ვთქვათ, გეგმა არაც აქვს, ამას შედეგი თუ არ მაქვს, როგორც წესი უჭირს ხოლმე მექსიკიშოს მასაც ვთქვათ, რომ გარკვეულწილად ეს ცოტა მებრძოლის IQ-ში, ინტელექტში ცოტა პრობლემა აქვს, როგორც ვატყობთ ყოველ შემთხვევაში. და ამ ბრძოლაში მე სიმართლე გითხრათ, მე მთავარი კარდი მივყავდა, ეს ბრძოლა არ მინახავს, მაგრამ მოყოლით ვიცი, რომ აჯობა ხორცოშა იმპერესმა, რაც პრინციპში არ იყო ახლა რაღაც ისეთი გამოლოდინობა, აქ დიდად ფავორიტი არ გამოგვიყვია, იქაც შეიძლება და იქაც, ჩისონზე მე პირადად ვფიქრობ, თუ მან იგრძნო ბრძოლა, თუ მან იგრძნო თავისი დისტანცია, ზოგადად მისი დამარცხება ძალიან ძნელია, მაგრამ თუ მას კიდევ ერთხელ გამოვიდა, არ გამოუვიდა ეს თავის გეგმა ვერ იპოვა თავის დისტანცია, ვერ იგრძნო თავის დისტანცია. ამის შემდეგ რაღაცის შეცვლა და რაღაც ახალი რაღაცის მოფიქრება ბრძოლის მსვლელობაში მას ძალიან უჭირს ხოლმე ზოგადად ეს გვინახავს ბევრჯერ. და ამიტომაც ჩისონი როგორც წესი იგებს თავიდანვე რომ წაიყვანა ბრძოლა ამ ბრძოლებს იგებს და ძალიან დამაჯერებლად რთულია ის გააჩერო, მაგრამ თუ ვერ წაიყვანა ბრძოლა როგორც წესი ბრძოლის ბოლომდე ვერ პოულობს ხოლმე
გასაღებს. ნუ სავარაუდოდ ეს მოხდა ამ ბრძოლაშიც კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ბრძოლა მე არ მინახავს. პრინციპში შეგვიძლია გადავიდეთ თავარ კარზე, სადაც პირველ რიგში ავნიშნოთ ეს დებიუტანტების და ახალგაზრდა მექსიკელი მებრძოლების წარმატება და განსაკუთრებით ვინა ავნიშნოთ სანტიაგო ლუნა, რომელიც თავის ასაკთან მიმართებაში განსაკუთრებით ძალიან დახვეწილი და მაღალი დონის მებრძოლის, მაღალი დონის მებრძოლად წარმოგვიდგა და თვლი რომ სანტიაგო ლუნას თუ სწორად წაიყვანა თავისი კარიერა, დიდი მომავალი აქვს UFC-ში და საერთოდ შერეულ დაწოლებში, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ სწორად წაიყვანა თავისი ბრძოლა. მაგალითად ის განცხადება რომ ილია რაარი და ალექსანდრე თოფურიასთან მინდა ბრძოლაო, ჩემი აზრით ძალიან არასწორი გადაწყვეტილება მისთვის ამ ეტაპზე. კი, როდესღაც ნამდვილად შეიძლება და საინტერესოც იქნება მისი და ალექსანდრეს დაპირისპირება, თუმცა ამ ეტაპზე მისთვის ძალიან ადრე ალექსანდრე თოფურია და მისთვის ჯობია რომ არ შეხვდეს. ალბათ არ შეხვდება და შესაძლოა ამიტომაც გამოიწვია სანტიაგო ლუნამ, შეიძლება მარკეტინგული ის იყო, ყურადღება მიიქცია და შეიძლება თვითონაც ხვდება რა ალექსანდრეს არ ჭირდება არა იმიტომ რომ რაღაც პრობლემებს შეუქმნის უნდა პირიქით, მე ვფიქრობ რომ ლუნასთვის არ შეიძლება ხა ალექსანდრეს შეხვდა ძალიან კარგ სვლაზია და უშანსოდ მოუგებს ჩემი აზრით მას ალექსანდრე. უბრალოდ ალექსანდრეს საჭიროა სანტიაგო ლუნა რომ იმიტომ რომ ალექსანდრეს ძალიან დიდი ნახტომით მიდის წინ. მას ყველაფერი მომზადებული აქვს. გარკვეულწილად მის დამსახურებით, ხო, იმიტომ რომ ის ილიას ძმა არის, UFC უკვე ინტერესით უყურებს მას და ყველა მისი მომდენო ბრძოლა იქნება, ასე ვთქვათ, თან დაკვირვება მასზე და ყველა მის შემდგომი გამარჯვება უნდა იყოს ნაბიჯი წინ. ამ მხრივ სანტიაგო ლუნას დამარცხება ალექსანდრესთვის არაფერს არ აძლევს ის მისთვის. ალექსანდრეს უკვე აქვს იმის ფუფუნება, რომ ყველა კონკრეტული ბრძოლა აიღოს იმისთვის, რომ დიდი ნაბიჯი გადადგას, ასე ვთქვათ, რეიტინგში, ხო, მოდი, ასე ვთქვათ, ქამრისკენ, სათბილო ბრძოლისკენ. აი ლუნასთან ახლა გამარჯვება ალექსანდრეს არაფერს მისცემი არის ადგილის ტკეპნაა, თუ შეიძლება ასე ვთქვათ. ამიტომ ნუ რა თქმა უნდა თვითონ ლუნასთვისაც დამდაჭირდება ახლა ალექსანდრეს ბრძოლა და ამიტომ მეც ვფიქრობ რომ უდამას ჩვენივათ ის რომ ალექსანდრე მას არ შეხვდება, არ შეჭირდება მას და ბრძოლა არ აძლევს მას. და შესაძლოა უბრალოდ ყურადღება მიიქცია ამით, რომ აი მე ალექსანდრე გამომწვევი. ხდება არის ხოლმე ესეთი პატარა ეშმაკობები, რა თქმა უნდა, ამ სპორტში. ნუ არ ვიცი ახლა, ოღონდ მე ვარ აუცვაბობ, რომ წესით არიგით მისი უდის წევრი იყო, ხა მას ნამდვილად არ უჩერდი ალექსანდრესთან ბრძოლას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სხვა კარგი ვარიანტი შეიძლება იყოს კარიერის ამ ეტაპზე ლუნასთვის. ხო, ნუ ისე დიდი ხანი ვისაუბრეთ ლუნაზე. თუმცა მეორე ვთქვი იმსახურებს ეს ბიჭი ნამდვილად მასზე საუბარს, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი იყო და თან აი ამ ბრძოლაში კი ფინიში არ იყო, მაგრამ ყველაფერში გვაჩვენა, ძალიან მაღალი დონეზე, მათ შორის იმ ინტელექტზეც, რასაც დღეს ძალიან ბევრჯერ შევეხე, ძალიან კარგად ესმის ბრძოლა, ესმის თამაშის წესები, ესმის სად მოუმატოს, სად მოაკლოს, სად რა მიმართულებით მოუმატოს. თან აი ასაკიდან გამომდინარე ძალიან უჩვეულად, თან ზოგადად მექსიკელი მებრძოლები ამით არ გამოირჩევიან ხოლმე და უფრო სხვა თვისებები აქვთ, რაც მოგწონს მათში და რაც არის ხოლმე მათი მთავარი წარმატების სიარაღე. ეს დაღვინებული, ჭკვიანური და გამართული მოქმედებები ზოგადად მექსიკელებს არ ახასიათებთ ხოლმე. თუმცა ლუნა ამ მხრივ ყოველ შემთხვევაში ამ ბრძოლიდან გამომდინარე, რაც ნახეთ, ასეთად წარმოგვიდგა და აგრძელებს დაუმარცხებელს თვალს, მასაც რომ ამოგებადა 0 მარცხი აქვს. თან ნახეთ 3 ნოკაუტი, 4 საბმიშენი და 1 გადაწყვეტილება, ნუ უნივერსალურად განვითარებული ბიჭია ნამდვილად. დავაკვირდეთ უნდა სანტიაგო ლუნას ვაგრძელებთ და ხო, ნუ ედგარ ჩაირესი, ფილიპე ბუნესი, აქაც გამოთქვით ჩვენ მოსაზრება თუ გახსოვთ რომ რეალურად კი ალბათ დიდ ფავორიტად მიიჩნევა ჩაირესი, მაგრამ მასე მარტივი არ არის თქო, იმიტომ რომ ბუნესს აქვს თავისი სერიოზული არგუმენტები და ზოგადად სტილისტურად ბუნესი ნამდვილად არ არის ჩაირესისთვის მარტივად გასავლელი თქო და ასე მოხდა, ბრძოლა იყო ძალიან კონკურენტული, ძალიან ახლო, ძალიან კარგი და ბოლომდე უცნობი იყო გამარჯვებული ფინალი, ბოლომდე გულისხმობს სანამ არ გამოაცხადებდა მარტინესი, მაგრამ არ ვიცოდით, იმიტომ რომ ბრძოლა ისეთი ახლო იყო, იქაც შეიძლება და იქაც და ასეც მოხდა პრინციპში სპლიტი იყო, შეახსენეთ, გაყოფილი გადაწყვეტილება იყო, საჯების აზრებიც გაიყო. ნუ საუბრობთ სპლიტით მასპინძელს მექსიკელ ჩაირეს დარჩა გამარჯვება. და მივადა კი სწორედ ზელჰუბერისა და ბობი გრინის ბრძოლა, სადაც დიდი ფავორიტი იყო ზელჰუბერი, რაც მესმის, ასეც უნდა ყოფილიყო, უნდა მოეღო ზელჰუბერს. თუ
თუ კი არა, იქიდან გამომდინარე რა ავანსებითაც მოვიდა ზელხუბერი, რა უნარებიც აქვს მას, რა ფიზიკაც აქვს. მოგეთ ყველანაირად ფურცელზეც, ისედაც რეალურადაც უნარებით, გაბარიტებით, აი ყველაფრით იმ ანთროპომეტრიით იმ თამაშისგან გამომდინარე, რასაც ის და მისი მეტოქი ბობი გრინიც თამაშობს. აქ ნუ ყველანაირად მისკენ იყო ყველაფერი, მაგრამ კიდევ ერთხელ დავთვალოთ, რომ ზელხუბერს ისე როგორც ხო თავის წინა ბრძოლაში სხვათა შორის რაღაცა რო არ გამოდის, ერთი რაღაცა მართლაც ჯორის ასე ვთქვათ, ამას სიჯუტეს არ ქვია რა, ამას რაღაცა სწორხაზოვნება ქვია, ერთ და იგივე ხედავ რომ არ გამოგდის ეს ხო და არ მოხს ამას ხო. მოდი და გააქვს თან უნარებში. თუმცა უნარების მხრივ ბევრად პროვალფეროვანი ზელხუბერი ვიდრე იგივე ბობი გრინი. მაგრამ რა გინდა თუ არ გამოიყენე ყველა შენი უნარები, თუმცა ჩვენს ბოლო Fight Night Live-ზე ამას ვისაუბრეთ, რომ უნარები რო ბევრი გაქვს კარგია, მაგრამ მეორე თუ შენ არ იცი რა უნარი როდის გამოიყენო, რა აზრი აქვს ამას? მაშინ გაქვს კარადაში სიარაღები და ნუ თუ არ იცი რომელი იარაღი როდის გამოიყენო, გინდა გქონდა გინდა. რაღაცა ამდაგვარი პრობლემა აქვს ზელხუბერს, თან ფაქტი წერე რომ ზედიზედ მეორე ბრძოლაში დამარცხდა დენიელ ზელხუბერი, რომელიც არის გეტყვით ხოლმე მე მგონი 26 წლის, მოდი ჩავხედოთ რომ არ შეგვეშალოს კი 26 წლის დენიელ ზელხუბერი ზედიზედ მეორე დამარცხდა 39 წლის მეტოქესთან. ბობი გრინი ხო არის 39 წლის და ზელხუბერის წინა მეტოქეც ვისთანაც ასევე დამარცხდა მაიკლ ჯონსონი ასევე 39 წლის იყო. ნუ ახლა 39 წლის არის, მაგრამ ზელხუბერს თუ შეხვდა, მაშინაც 39 წლის იყო. ხო რაღაცა 39 წლის ხალხს არ უნდა შეხვდეს ხოლმე მეტოლა ზელხუბერი. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, ზოგადად ზელხუბერის პერსპექტივები უკვე ძალიან ბუნდოვანია, იმიტომ რომ ზედიზედ სამმარცხიანი სერია აქვს, თან კიდევ ერთხელ გავიგებ, ბოლო ორი ბრძოლა აქვს UFC-ის ვეტერანებთან, ბობი გრინთან და მაიკლ ჯონსონთან, რომელთაგანაც დიდად არაფერს აღარ ელოდება. პირდაპირ ვთქვა. დავდებოთ ზელხუბერს თავი და მივადგეთ კომეინს. დევიდ მარტინესი, მარლონ ვერა. ვისაუბრეთ ჩვენ ამ ბრძოლაზე და აქ გამოვხატე კიდევაც ჩემი გარკვეულწილად სინანული მარლონ ვერასთან მიმართებაში, ვინაიდან სამწუხაროდ მოდი ავდიშოთ რომ ვერას აღარ აქვს ის ცეცხლი, ამაზე ხშირად ვსაუბრობ ბოლო პერიოდში, რომ უნდა წვეთით, იმიტომ ძალიან მიყვარდა ეს მებრძოლი. მიყვარდა რა ხალხს მიყვარს. მე რომ მარლონ ძალიან კარგი მებრძოლია, როდესაც ის იბრძვის მთელი ასე მონდომებით და მთელი ასე ვთქვათ ემოციებით, ხო? მართლა ძალიან კარგ ის აჩვენებს, თუმცა ბოლო ბრძოლები ეს არ არის ერთი და ორი ბრძოლა, ბოლო რამდენიმე ბრძოლა უკვე მარლონ ვერას ჩებაში დამეჯდება მეორდები ხშირად ვამბობ, ის უკვე იბრძვის არა იმიტომ რომ ეს ბრძოლა სიამოვნებს და ეს სიამოვნება ასანიჭებს, რაც აუცილებელია მებრძოლები უმეტესად ასეთები არიან და ასეთები უნდა იყვნენ. არა უბრალოდ ეს მის სამსახურია, იმიტომ რომ იქ რაღაცა შემოსავალი აქვს აქედან და უბრალოდ ჩვეულებრივად როგორც სამსახურს ისე უყურებს. ნუ ასეთი არ იყო თავისთვის რა. არ ვიცი, შესაძლოა აი ეს პრობლემები ოჯახური ხა არ დავკონკრეტები რა, რაც თავის დროზე ოჯახური რა ფინანსური რომ იქიდან გამომდინარე რომ ოჯახს ჭირდებოდა მაშინ რაღაც წები რაღაც ჭირდებოდა შესაძლოა ფინანსები, მაშინ ბევრად უფრო მოტივირებული იყო შეიძლება იმიტომ ახლა შეიძლება დაალაგა ეს ყველაფერი რაღაცა ეს ოჯახური პრობლემები მეტნაკლებად სტაბილურად და იგივე შემოსავლების ხრივ რაღაც მეტნაკლებად სტაბილურობა მოიპოვა, შეიძლება ამან განაპირობა რა ეს რაღაც ცეცხლი დაკარგა და რაღაცა ისედაც ვერ აყოლთვის გვიან იწყეთ, ანუ მძიმედ იწყებს და გვიან შედიოდა ეშში ისედაც, მაგრამ ახლა მით უმეტეს კიდევ უფრო გვიან და კიდევ ბოლომდე კიდე ისეთი ვერა არ არის ხოლმე, ნუ ჩემი დაკვირვებით ყოველ შემთხვევაში. ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ ასეთი ხასიათით ბრძოლაში ხასიათს გულისხმობ. მარლონ ვერა ვერ მიაღწევს იმას, რასაც ის უნარებით და ასე ვთქვათ, როგორც მებრძოლი იმსახურებდა შეიძლება ყველა რა თქმა უნდა, მაგრამ რაც მას შეეძლო მიაღწია. ხო, დევიდ მარტინესის პრობლემა ის რა თქმა უნდა არ არის, დევიდ მარტინესი ნამდვილად ულოცავ, ნამდვილად კარგი მებრძოლია და ნუ გაიმარჯვა, ნახოთ რა ელოდება წინ მარტინეს წარმატებებს. უნდა დავაკვირდეთ 27 წლის არის დევიდ მარტინესის, ის მექსიკელია შეგახსენებთ და ერთადერთი მარტინესი სულ კარიერაში 14 გამარჯვების საპირწონედ წინვალე შედეგი აქვს. წინა ბრძოლაში მან დაამარცხა რობ ფონტი, ახლა მარლონ ვერამ შვენიერი სახელები ჩაიწერა და ნახოთ სერიოზული
წინსვლა გაინახდა დევიდ მარტინესმა. მე არ გულისხმობ მხოლოდ რეიტინგში, არამედ ზოგადად იმ მხრივ რომ ასე ვთქვათ ავანსები მასზე გაიზარდა ალბათ 1-2-დან 1-3-დანაც კი. და მივდექით თავარ ბრძოლას ლონერ კავანა, ბრენდონ მორენო. აქ შეიძლება ბევრი ის ბოლომდე მოხდა, მაგრამ ის ჩვენს წინასწარ ივენთამდელ ასე ვთქვათ ანალიზის ვიდეოს უყურა. მახსოვდება რომ ჩვენთვის ყოველთვის დიდად მოულოდნელი არაფერი არ მოხდა. ვარაუდობდით სტილისტურად, სტილებით ქნიან ზოგადად ბრძოლას და ვარაუდობდით კიდეც რომ ლონერ კავანა შეიძლება სერიოზული პრობლემა აღმოჩენილიყო ბრენდონ მორენოსთვის და მორენოს კი ფავორიტად შეიძლება მცირე ფავორიტად აუცილებლად დაგვეყენებინა, არა დიდ ფავორიტად, არასდროს მცირედ, მაგრამ ისიც გავიმეორებ რაც წინა ვიდეოში ვთქვი, ხოლმე, იმიტომ რომ ბრენდონ მორენოა და არია ამხელა გამოცდილება უმაგრებს უკან, ხო, 2 გზის ჩემპიონი, პლუს კიდე ერთხელ დროებით ჩემპიონი. მეორე მხარეს 26 წლის მე მგონი, მოდი ჩავხედოთ 26 წლის ლონერ კავანა, ძალიან ახალგაზრდა, ჯერ კიდევ რეიტინგო, ნომრო. თუმცა სტილისტურად ავხსენი ხარ ამას გავიმეორებ, რატომ წინა ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ თუ იმეს არ ნახავს, თუ რატომ და რა ასე დეტალებში დავასკვენი რომ ლონერ კავანას ზოგადად პრობლემატური ლონერ კავანასთან მებრძოლებთან ზოგადად ბრენდონ მორენოსთან მებრძოლებს ყოველთვის შექმნათ პრობლემები. ულოცავ, თუმცა აქვე უნდა აღნიშნო რომ მიუხედავად იმისა რომ არ გამიკვირდა და თქვი კიდევაც არ გამიკვირდება თუ მოუგოს რომ მოუგოს ლონერ კავანა მეთქი, მაგრამ ის როგორ მოუგო სიმართლე მეც გამიკვირდა. მე ცოტა მაინც ასე თუ ისე ცოტა დაძაბულ ბრძოლას მაინც ველოდებოდი რომ აი დაძაბულ ბრძოლაში მაინც აჭობებდა კავანა კი ბატონო, მაგრამ ასე ცალკარა ფაქტიურად ფეხბურთის ის რომ მოვიშველიოთ ტერმინი ასე ცალმხრივი ბრძოლა და ცალმხრივი დომინაცია კავანას მხრიდან ნამდვილად ცოტა ჩემთვის მოულოდნელი იყო. ძალიან კარგი, დავაკვირდეთ ლონერ კავანას სერიოზული განაცხადი გააკეთა. კავანამ ფაქტიურად ტოპ 5-ის ზღულზე მივიდა და უკვე სერიოზულ ბიჭებთან შეიძლება ითქვას რომ გამოთქვა პრეტენზია რომ იმ თამაში ისიც ჩაებას. ნუ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ რომ ეს დივიზიონი უსუბუქესი წოდა, რომელიც კარგახანი იყო, ძალიან კრიზისული, ძალიან გამოცოცხლა და ერთ-ერთი საუკეთესოა ალბათ დამეთანხმებით ველტერთან, ანუ ქვეს საშუალო წონასთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული წონა დღესდღეობით ყველა საინტერესო დივიზიონი არის ნამდვილად უსუბუქესი წონა. ეს რაც შეეხება მექსიკის ივენტს, გადავდივართ UFC 326-ზე, მანამდე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ რომ გამოიწერეთ ჩემი არხით, თუ რა თქმა უნდა მოგწონთ ჩემი ვიდეოები, მოიწონეთ ეს ვიდეოც, თუ ეს ვიდეოც მოგწონთ და ვიყავით ჩემთან ერთად ეთერში, შეგახსენებთ რომ აი მსგავსი ფორმატის ვიდეოებთან ერთად პერიოდულად დავიწყე განსხვავებული ფორმატის ვიდეოების ჩაწერა და დადება ამავე გვერდზე, რუბრიკით მეცაც გეტყვით, ამ ვიდეოებს, მეცაც გეტყვით ფორმატის ვიდეოებს, თლიანად უთმობ არა რომელიმე კონკრეტულ ივენტს ან კონკრეტულ მიმდინარე გასულ ან უახლოეს ივენტს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ უშუალოდ თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს, ამავე ვიდეოს კომენტარებში შეგიძლიათ დასვათ შეკითხვები, რომელიც უახლოეს მეცაც გეტყვით ფორმატის ვიდეოში აუცილებლად გავცემ პასუხს. კიდევ ერთხელ მოიწონეთ ვიდეოები და გამოიწერეთ ჩემი არხი. გადავდივართ UFC 326-ზე. მას ასე UFC 326 მთავარი ბრძოლით Max Holloway, Charles Oliveira, სასწაული ივენტი მთელი MMA სამყაროს ყურადღება მიმართულია ამ ივენტზე. ორი ლეგენდარული მებრძოლი, ცოცხალი ლეგენდა, ორი ყოფილი ჩემპიონი და ამავე დროს მოდი ვთქვათ რომ ამჟამად რა ფორმაშიც არიან და როგორ სიმძიან ეს გინდა ერთი, გინდა მეორე მებრძოლი, მიუხედავად იმისა რომ ასაკი პატარა არც ერთი არ არის. იდეაში იმდენი ბრძოლა ჩატარებული რომ შეიძლება სვეტაზეც იყოს უკვე დრო საუბარი, მაგრამ მათი პერფორმანსებიდან გამომდინარე ასაც ისინი ბოლო ბრძოლებში აჩვენებენ ნამდვილად ნაადრევია და ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ არათუ რეგრესი დაეწყო, ჯერ კიდევ შეიძლება ითქვას პიკში არიან. ყოველ შემთხვევაში გინდა ერთი, გინდა მეორე, სულ ახლახან იყო Max Holloway-ის მიერ სასწაული პერფორმანსი Justin Gage-ის წინააღმდეგ. იმ Justin Gage-ის, რომელიც სხვადასხვა დროებით ჩემპიონი ყავს უკვე ფაქტიურად. ფაქტიურად რა არის? სულ ახლა მოქმედი დროებით ჩემპიონი.
გასწორ ხო რა უხდა სულ ახლა ოლივერე მე იგივე როგორ გააცილა ბჭყალებში რა თქმა უნდა მან დასტინ პორიე ესეც სულ ახლა მოხდა რაც შეეხება ჩარლზ ოლივერეს კი უძიმესი ნოკაუტით დამარცხდა ის ილია თოფურიასთან მაგრამ როგორ დაბრუნდა და ვისთან დაბრუნდა და რა უკნა მიწაზე მატეუშ გამროც არ ვიცი მე ვერ ვიტყვი ნამდვილად რომ ჩარლზ ოლივერა როდესაც მოდიოდა UFC-ში და ახალი მოსული იყო და რაღაცა ძალიან დიდ ავანსებს გასცემდნენ მასზე ის ოლივერა მე მახსოვს მე ლაივში უყურებდი მაშინ ლაივში რა იმ დროს უყურებდი არ უშუალოდ მომსწრე ვარ იმ პერიოდისა როცა ჩარლზ ოლივერა UFC-ში გამოჩნდა და მე ვერ ვიტყვი ნამდვილად რომ ვერ ვიტყვი პირიქით ვიტყვი დღეს რაც არის ჩარლზ ოლივერა არის ბევრად უფრო უკეთესი მებრძოლი ვიდრე ის ჩარლზ ოლივერა რომელიც დაუმარცხებელი მოვიდა UFC-ში და კარგი ხანი UFC-ში დაუმარცხებელი იყო ნახოთ რა თქმა უნდა ყოველი მათი მარცხი და ერთ-ერთი აუცილებლად დამარცხება ახლა ამას ვერ გავიქცევით რა თქმა უნდა მუდმივად ყოველ აუცილებლად შექმნის ასე ვთქვათ ისეთ მოლოდინს რომ ხომარ დაბერდა ნუ ის ვინც წაგ მაგრამ ჯერჯერობით რაც ეს მებრძოლები აკეთებენ და ბოლო ბრძოლებში ორივეს მოგება აქვს შეგახსენებთ ძალიან ეფექტურიდან მოგებები ჯერჯერობით არ გვაქვს საფუძველი რომ ამაზე ვისაუბროთ თუმცა იქამდე მოდი მივყვეთ თლიან ქართს ნუ თლიან ქართს რა მნიშვნელოვანი ბრძოლები გამოვყოფთ რა არის საინტერესო მოდი დავიწყოთ პრელიმ კარდით გოდიდერდენი კი ბატონო რიკი ტურციოსის საინტერესო ბრძოლა იქნება ალბერტო მონტესთან რომელიც ვენესუელელი რომელიც არ დაგიმალავთ და არ ვიცი მასზე დიდი ინფორმაცია არ მაქვს ამ ბრძოლაზე არ ვისაუბრებ დონტე ჯონსონი კოდი ბრანდეიჯი ეს ბრძოლა აუცილებლად სანახავია მეგობრებო ვინაიდან ფიქრობ რომ ძალიან ეფექტური და სანახაობრივი ფინიში გველის არ ვამბობ მე აუცილებლად ან ნოკაუტით ან საბმიშენით მაგრამ რაღაც ის იმ მთელი პერიოდი რაც გაგრძელდება ბრძოლა იქნება სანახაობრივი და მე ვფიქრობ რომ მადამდელი გამარჯვებით დასრულდება რომელიმე მებრძოლის მხრიდან უფრო მეტი ალბათობით რა თქმა უნდა დონტე ჯონსონის მხრიდან მე არ მაქვს უმეტესად ხარ ვინც ჩემ ვიდეოს უყურებს ის რომ მე არ მაქვს ინფორმაცია და მე ზოგადად ახლა რასაც უყურებ ეს არის UFC ოფიციალური საიტი რომელზეც არიდება ყოველთვის ზოგჯერ იდება ზოგჯერ არა უმეტესად როდესაც მე ვიცერ ვიდეოს არ დებს ხოლმე ბუკმეკერების ზონები სადღაც რაღაც წყაროებზე შეიძლება ამის მოძიება მაგრამ ეს არ მაინტერესებს ამიტომ არ ვიცი ვინ არის ვერ ხედავ ვინ არის ასე ვთქვათ ფავორიტი მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ დონტე ჯონსონი იქნება დიდი ფავორიტი ნუ დიდი თუ არა ფავორიტი იქნება აუცილებლად და პრინციპში ვთვლი რომ სწორიც არის ვინაიდან კოდი ბრანდეიჯი არის როგორი მებრძოლი ისიც აი ასეთი მებრძოლი სხვა შეჭირდება UFC-ს და ძალიან აფასებენ ასეთ მებრძოლებს კოდი ბრანდეიჯი შედის და აუცილებლად დებს სანახაობას უმეტესწილად ეს სანახაობა არის მისთვის მტკივნეული და ამ ბრძოლაშიც უფრო ველით რომ ის დაფინიშდება კოდი ბრანდეიჯი რომელიც ზოგადად სხვა უნარების ხრივ უნარების რა გულისხმობ ეს მიწაზეც შეუძლია მან დააფინიშოს მეტოქე ფეხზეც შეუძლია დააფინიშოს მეტოქე მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ დღეს ამას ბევრჯერ შევეხე რატომღაც ისეთი დღე არის მაგრამ აქაც უნდა ვისაუბრო ძალიან ხშირად უჩის კოდი ბრანდეიჯის სწორი გადაწყვეტილების მიღება და ნუ ამის საუკეთესო მაგალითი არის მისი ბრძოლა მათ რუდოლფო ვიერას წინააღმდეგ მაგალითად სამაგალითო თვითონ რო ხდება ეს დასასრულებელი მგენიო თან ბევრჯერ აკეთებს რაღაც არასწორ გადაწყვეტილებას ბრძოლის ფლობაში ნუ ეს ახასიათებს ამის და აქედან გამომდინარე რომ ეს ძალიან ეშლება გადაწყვეტილებებში თავადაც შეიძლება როგორც მიწაზე დაფინიშდეს და დაფინიშებულო კიდეც ასევე ფეხზეც იქაც დაფინიშებულა ნუ აქ მით უმეტეს ისედაც ისეთი მეტოქე ყავს რომელიც არ პატიობს ასეთ ვთქვათ შეცდომებს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ დიდი ალბათობით ფინიშის მსხვერპლი იქნება სწორედ კოდი ბრანდეიჯი თუმცა თქვათ ისიც რომ ახლა ფლად უჩამოვწეთ რაღაც პროცენტი რა თქმა უნდა მას გამარჯვების ყოველთვის აქვს ვინაიდან ახლა რაც არ უნდა არასწორად შეგეძლოს არჩევა მოქმედების არჩევანის გაკეთება ნუ შეიძლება ელემენტად გაარტყიდეს და ყოფილა ასეთ შეფრები კოდი ბრანდეიჯის სწორი რაც გაუკეთებია ამის გარტყმით ალბათობით როგორ სწორი გადაწყვეტილება მიიღია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ თუ ის სწორად ირჩევს რაც უნდა გააკეთოს მას უდარებით შეუძლია მას მეტოქის დაფინიშება როგორც ფეხზე ასევე მიწაზე მოგლეთ ამ ბრძოლაში კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვებ რომ დონტე ჯონსონი იქნება ალბათ დიდი ფავორიტი ბუკმეკერების მხრიდან და მეც დავეთანხმები თუმცა რაღაც ჩანსები კოდი ბრანდეიჯის აქვს რაც თავარია ბრძოლა უნდა ნახოთ იმიტომ რომ ვფიქრობ რომ საკმაოდ ისე სახალისო და სანახაობრივ ეპიზოდებში რომ გთავაზობ და ვფიქრობ სანახაობრივ ფინიშსაც
ბოლო ბრძოლა პრელიმ ქარტზე გვაქვს კოდი გარბრანდსა და შაო ლონგ შორის, ჩინელ მებრძოლს შორის, ნუ რა შეიძლება აქვს, თქვა, ძალიან რთულია ასე დროს პროგნოზების გაკეთება. ასე დროს რაც გულისხმობ. როდესაც კოდი გარბრანდისნაირი სახელოვანი მებრძოლი ხდება, რომლისგანაც ძალიან დიდი შანსია რომ დარჩენილი იყოს რომ მხოლოდ სახელი და აი მისი სახელოვანი სახელი და გვარი და ესეთი ხშირ არ არის ხო ესეთი მომენტები მთელი ტონი ფერგუსონის ბოლო კარიერის ბოლო ნაწილი საერთოდ არის ცარიელი სახელი და გვარი გამოდიოდა ხო მე ხა არ ვამტკიცებ რომ კოდი გარბრანდის დღევანდელი კოდი გარბრანდის ანალოგიად დღევანდელი ტონი ფერგუსონის ანალოგიაა თქო ამას არ ვამბობ მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე დიდი ხანია ეჭვი მაქვს რომ კოდი გარბრანდი ის კოდი გარბრანდი აღარ არის და ყველას ცუდი ამ შემთხვევაში მე არ ვამბობ მხოლოდ უშუალოდ კოდი გარბრანდზე ზოგადად აი ესეთ როლებში ვარდებიან ხოლმე ბრძოლები განსაკუთრებით ბრძოლები და აი რასაც მე ვატყობ ამ შემთხვევაში თვითონ მებრძოლებმა არიც თავად ეპარებათ ეჭვი თვითონ რა შეუძლიათ ანუ გარკვეულად თვითონაც სადღაც უშებენ რომ შეიძლება მათი თუ გავიდა ეს ძალიან ცუდია რომ ამ სპორტში ზოგადად სპორტში ნებისმიერ სპორტში მაგრამ თუმცა ამ სპორტში თავდაჯერება ძალიან დიდი მნიშვნელობა თუ თავდაჯერება დაკარგე ნუ შენი თავის საკუთარი თავის ნახევარი ხარ შესაძლებლობებით ფაქტიურად და კოდი გარბრანდის ეჭვი მაქვს რომ კარიერის ამ ეტაპზეა ანუ კარიერის ცხოვრების არ ვიცი რა დავარქვათ იმიტომაც არის რომ თვითონ ვერ გაიგო ხან ჩადის იქ სადა ხო იქ უსულკესონის ჩასვლა იქ არ გამოვიდა ეხა ისო ამოვიდა რაღაც აი თვითონ ვერ ჩამოყალიბდა არის ის რა რამდენად კოდი გარბრანტია ისეთი რა არის კიდე მიზიდო თუ არ არის და რაღაცა ცოტა შეიძლება ცუდი შედარება მაგრამ შეიძლება არც ედო თითქოს ხავს ეჭი და ეძებენ ხავსო ეჭიდებიანიც არა ეძებენ ხავსო თითქოს მეზოლები არ ვიცი ნახოთ ყოველ შემთხვევაში კოდი გარბრანტი ნუ მეტოქე ისეთი ყავს შაო ლონგის სახით რომ თუნდაც არ იყოს საუკეთესო კოდი გარბრანტი ასეთი მეტოქის დამარცხება არარეალურია მისთვის ვერ ვიტყვით რა თუნდაც როგორიც არ უნდა იყოს კოდი გარბრანტი შაო ლონგის დამარცხება რომ დაამარცხოს არ უნდა გაგვიკვირდეს თუმცა შინელი მებრძოლია შაო ლონგი რომელიც ნამდვილად დარტყმას უშვებს გათიშულა კიდეს მაგრამ მე თავადაც გაუთიშია ძალიან ძლიერებიანი ფიზიკურად ასეთი მებრძოლები როგორც დარტყმას ძლიერი აქვს ბრძოლა არის მოკლედ ჩემი აზრით ძალიან რთული საპროგნოზოდ და რთული იმიტომ რომ პირველ რიგში იმიტომ რომ სწორედ კოდი გარბრანტის ასე ვთქვათ საიდუმლო გვაქვს ამოსახსნელი რას წარმოადგენს დღეს კოდი გარბრანტი იცი რა ცუდი ის არის რომ ჩვენ კი არ გვაქვს ამოსახსნელი შეიძლება ამოსახსნელი ხსნელი ბოდიში თავად კოდი გარბრანტს აქვს ეს 60-ჯერ ამოსახსნელი რას წარმოადგენს თავად და რა მდგომარეობაშია ის თავად როგორც მებრძოლი და რა სტატუსის ასე ვთქვათ ამბიცია შეიძლება მას ჰქონდეს ეს არის რაც მინდოდა ამ ბრძოლაზე მე თქვა კიდევ ერთხელ თავს შევიკავებ ნუ რა კი ბატონო ციდე ფავორიტად მაინც ვთქვათ კოდი გარბრანტი იმიტომ რომ ნუ მაინც კოდი გარბრანტია ჯერ ერთი და პლუს ახლა შაო ლონგიც არ არის ახლა ისეთი მოდი ჩავხედოთ რა მისი ბოლო ბრძოლები ძალიან ბევრი ბრძოლა ჩატარებული ნუ ჩინელებს ეს ახასიათებს ზოგადად ბევრი ბრძოლის განსაკუთრებით ჩინეთში სანამ მოვლენ ხოლმე ახეთ UFC-ში და ეს ორგანიზაციებში 27 გამარჯვება და 10 მარცხი ხან 37 ბრძოლა აქვს შაოლონგს რომელიც არის 27 წლის წარმოგიდგენთ 27 წლის ასაკში 37 ბრძოლა არის წარმოუდგენლად ბევრი და ხო ნუ ყველგან შეუძლია მოგებაც ტაგებას 8 თუ რამდენია 5 ნოკაუტი აქვს გამარჯვებებს გულისხმობ 9 პირველ მაჩობელა 10 გადაწყვეტილება წაგებები აქვს ნოკაუტებისაც 3 ხო საბმიშენის წაგება არ აქვს თუმცა საბმიშენის წაგება ხა დიდად კოდი გარბრანტთან ისეაც არ ემუქრება ასე მაგრამ არ მნიშვნელობა მოკლედ ყოველ შემთხვევაში ისეთი მეტოქეა ლონგ შაო რომ აქ რეალურად პასუხს მაინც მივიღებთ რაც წარმოადგენს კოდი გარბრანტი მეტნაკლებად ის კოდი გარბრანტი რო აღარ არის ისიც ვიცით უკვე ეს ვიცით აქ საუბარია მე ვახსენე ტონი ფერგუსონი ანუ ფაქტიურად ტონი ფერგუსონის გზას ადგას თუ ჯერ კიდევ შეუძლია ასეთვისი კონკურენტული მებრძოლი იყოს აი ამაზე პასუხს გავიგებთ ალბათ ხვალ უკვე კი უკვე ხვალ ო ხვალ ფაქტიურად რა ერთი დღეღამის შემდეგ თუ დაამარცხა ლონგ შაო ესე იგი კიდე რაღაცები კოდი გარბრანტს შეუძლია და არის ანგარიშის გასაწევი ძალა რა თქმა უნდა საჩემპიონო ამბიციებს საუბარი აღარ უნდა კონდეს აი თუ დამარცხდა ლონგ შაოსთან ნუ შეგვიძლია ყოველ შემთხვევაში ურჩიოთ რომ მაინც ცოტა ისე რაღაც იფიქროს უკვე
რათა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლაზე. გადავედით უკვე თავარ ქარზე და საინტერესოდ გადავდივართ, ვინაიდან პირველი ორი ბრძოლა გვაქვს ისეთი, რომელიც ახლა მე სხვათა შორის რომ გავიგერო ამ ქარზე გქონდა ბრძოლა დრუ დობერი, მაიკლ ჯონსონი, მაშინ აღნიშნე რომ ეს ბრძოლა იქნება მთავარი კანდიდატი Fight of the Night-ის ხო, მაგრამ იქამდე ეს დრუ დობერის და მაიკლ ჯონსონის ბრძოლა არის თავარ ქარში მეორე. აი პირველი ბრძოლა თავარ ქარში გვაქვს გრეგორი როდრიგესსა და ბრუნო ფერერას შორის, რომელიც ფიქრობ სერიოზულ კონკურენციას გაუწევს Fight of the Night-ობაზე. აი იმ დობერის და ჯონსონის ბრძოლას. თუმცა მეორეს მხრივ ორივე ამ ბრძოლას შეიძლება სულაც არ შეხვდეს Fight of the Night-ის, მაგრამ დავუშვათ ამ ბრძოლებში გამარჯვებულებს შეხვდეთ Performance of the Night-ის. ბოლოს ვინაიდან ეს განვითარება შესაძლებელია. დავიწყოთ როდრიგეს ბრუნო ფერერას ბრძოლით, უნდა ვთქვათ, რომ ეს ბრძოლა არის რემატჩი გარკვეულწილად რა რემატჩია, იმიტომ რომ მეორე ხვდებიან ისინი ერთმანეთს. და მათ შორის პირველ დაპირისპირებაში ბრუნო ფერერამ გათიშა პირველივე რაუნდში თუ სწორად მახსოვს, მოდი არ შეგვეშალოს. კი ბატონო, თან სადებიუტო ბრძოლაში, თავის სადებიუტო ბრძოლაში UFC-ში ბრუნო ფერერამ გათიშა გრეგორი როდრიგესი პირველივე რაუნდში. კი ბატონო, პირველ რაუნდის ბოლოს, ანუ მეხუთე წუთი იყო უკვე ერთი დარტყმით KO-ში გაგზავნა გრეგორი როდრიგესი. აი მიუხედავად ამისა, სხვათა შორის ძალიან რთულია აქ ფავორიტი დაასახელოს, უკეთად ორივეს აქვს შანსი და ძალიან ისეთი ერთმანეთის რისკები არიან, ასე ვთქვათ. ბრძოლები კარგი გაგებით. თუმცა მე რატომღაც უფრო ფავორიტად ამ შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში ვთვლი გრეგორი როდრიგესს. როდრიგესს ვთვლი, იმიტომ რომ თუ ჩავხედავთ ჩვენ ბრუნო ფერერა იბრძვის ყველგან. ისევე როგორც პრინციპში როდრიგესი, მაგრამ როდესაც უჭირს ბრუნო ფერერას ძალიან ხშირად ის გადადის გრეპლინგს, რომელიც ასევე ძალიან კარგია. პირველი მისი ოფცია ის მისის არის ფეხზე ძალიან მძიმე ხელები აქვს ბრუნო ფერერას, მძიმე შეიძლება ტექნიკა, სტრაიკინგის ისეთი არ აქვს, მაგრამ მძიმესი დარტყმები აქვს ბრუნო ფერერას. თუმცა ზოგჯერ არის ეს დარტყმების მიზანს ვერ პოლობენ და ძალიან ან დავუშვათ თუ კარგ სტრაიკერს ხვდება, შესაძლოა მოუწიოს მას სხვა გზების ძებნა და ამ დროს მას ეხმარება ხოლმე ძალიან კარგი ჯიუ-ჯიტსუ. და აი ამ შემთხვევაში როდრიგესთან მას ჩემი აზრით ჯიუ-ჯიტსუ ვერ გამოადგება, იმიტომ რომ როდრიგესის დასაბმითებას ფერერა ჩემი აზრით ვერ შეძლებს და არათუ დასაბმითებას გაკონტროლებას გაუჭირდება როდრიგესის, ასე რომ ამ მხრივ აი როდრიგესს ფერერასთან შეუძლია ფეხზე ჩხუბი ჩემი აზრით და ის რომ ერთხელ გათიშა ფერერა მე არ ნიშნავს რომ ეს ორივე საკმაოდ გავანტოლული მებრძოლია და ორივეს ტექნიკაში, სტრაიკინგში ხარვეზები აქვთ, ორივემ შეიძლება გაუშვას დარტყმა. მაგრამ თავად თუ დაარტყეს, ორივე მათგან შეუძლია გათიშვა მეტოქის. ის რომ ბრუნო ფერერამ გათიშა პირველ ბრძოლაში, ეს არ ნიშნავს რომ მეორეში საუცილებლად ის გათიშავს, შეიძლება პირიქით მოხდეს. და იმის თქმა მინდა რომ აი როდრიგეს ფერერასთან მე მგონი ასევე ორივე განაქვს. ამზე რომ ამ მარტივი არითმეტიკით, რა თქმა უნდა, ესე არითმეტიკულად არ მუშაობს ზოგადად იმის ვიცით ეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს საკმარისია იმისთვის, რომ მე ყოველ შემთხვევაში ჩემთვის საკმარისია ყოველ შემთხვევაში, რომ მცირე ფავორიტად ისევ და ისევ არავითარ შემთხვევაში დიდ ფავორიტად არ ვასახელებ, მაგრამ მცირე ფავორიტად დავასახელო გრეგორი როდრიგესს. ხოჭის არ ვიცი, აქ ნამდვილად წარმოდგენა არ მაქვს, ბუკმეკერები ვის დაასახელებენ ფავორიტად. ნებისმიერ შემთხვევაში ბრძოლა იქნება ძალიან სანახაობრივი, სავარაუდოდ ძალიან სისხლიანიც. და ნუ აქ შეიძლება განვითარება ყველანაირი, შეიძლება პირველივე რაუნდში იყოს ვადანდელი გამარჯვება რომელიმე მებრძოლის მხრიდან, შეიძლება მეორე რაუნდში იყოს ვადანდელი გამარჯვება, შეიძლება მესამე რაუნდის ფინიშის ვიყიდოთ და შეიძლება თუნდაც გადაწყვეტილებას ვიყიდოთ. აი გადაწყვეტილებამდე თუ მივიდა, ან ნებისმიერ შემთხვევაში მესამე რაუნდში თუ გადავიდა ბრძოლა, ნუ ძალიან დიდი შანსია ამ ბრძოლისა, რომ Fight of the Night-ის მთავარი კანდიდატი იყოს. ხო, რა შეეხება მას, რა ქვია, ფავორიტს, ნუ ჩემი აზრით მცირე ფავორიტი. მე ყოველ შემთხვევაში მცირე ფავორიტად მივაჩნევ გრეგორი როდრიგესს. გადავედით მომდევნო ბრძოლაში, სადაც ანალოგიური შეფასება შეიძლება ვთქვათ, არა ფავორიტი ანდერდოგის მხრივ, არამედ თვითონ ბრძოლის შინაარსის მხრივ ძალიან სანახაობრივი და ძალიან აი ბრუტალური ბრძოლა შეიძლება ვიხილოთ. სადაც შეიძლება პირველ რაუნდშივე დაფინიშდეს რომელიმე მებრძოლი, ან არა, შეიძლება ორივე შეიძლება დაფინიშდეს, ორივე არ გულისხმობ ერთად. ან ერთი, ან მეორე. ოღონდ აქ იქ თუ შეიძლება საბმიშენს ვიხილოთ როდრიგესი ფერერაში, აი აქ ნაკლებად, აქ ნოკაუტი. აქ თუ ვადამდელი გამარჯვება კიდევ ერთხელ. შეიძლება გადაწყვეტილებას მივიდეს, მაგრამ მე გულისხმობ რომ აი საბმიშენი ალბათ უნდა გამოვრიცხოთ დობერი ჯონსონის შემთხვევაში.
და აქაც ვიტყოდი რომ ან პერფორმანსის ბონუსს აიღებს რომელიმე მებრძოლი თუ პირველივე რაუნდში ან მეორე რაუნდში მოკლედ თუ ფინიში შედგა ან თუ მესამე რაუნდში გადავიდა თულა დიდი შანსია ორივე მებრძოლი დაბონუსდეს fight of the night-ის ბონუსით ნუ მეც ამ ბრძოლაში აი სხვადასხვა ფავორიტის თქვა ძნელია ორივე შეიძლება ითქვას რომ ვეტერანი მაიკლ ჯონსონი 39 წლის თუმცა მიუხედავად იმისა რომ უფრო დიდი არის მაიკლ ჯონსონი ჩემი აზრით უფრო მეტად რეგრესიი დაწყებული აქვს ჯუდოფერს ამიტომ მცირე ფავორიტად მოდი მაინც ჯონსონს დავასახელებ თუმცა ძალიან მცირე ფავორიტად აბსოლუტურად შეიძლება პირიქითაც მოხდეს მე არ ვამბობ რომ არ მოგიწოდებთ რომ დღეს ფავორიტად დაასახელოთ მაიკლ ჯონსონს მაგრამ ჩემთვის მაინც ოდნავ ვიხრები ჯონსონის აი როგორ იცით იქაც ხომ მცირე ფავორიტია როდრიგესი იქაც არ ვამბობ რომ აუცილებლად დიდი ფავორიტია არა იქაც შეიძლება პირიქით მოხდეს მაგრამ აი იქ ფავორიტის სტატუსი როდრიგესს უფრო მეტად აქვს მაინც ჩემთვის ვიდრე აქ მაიკლ ჯონსონს იმიტომ აქ კიდევ უფრო მცირე ფავორიტია თუმცა მაიკლ ჯონსონი მე ასე ვიტყვი გადავედით შემდეგ ბრძოლაზე რობ ფონტი რაულ როხას ჯუნიორი მე-13 ნომერია რობ ფონტი სუპერბოლის ბრძოლაში როხას ჯუნიორი კი უნომროა და ციტრა შეიძლება შევცდე რა თქმა უნდა ყველა შეიძლება შევცდეთ მაგრამ მე ვფიქრობ რომ აქ ფავორიტი არის მექსიკელი და არა იმიტომ რომ რობ ფონტი გაფუჭდა არ გაფუჭდა რობ ფონტი მაგრამ რობ ფონტი არის ვთქვათ თავის ზღვარზე მისული ზღვარზე გულისხმობს რომ რობ ფონტი დიდი ხანი უკვე აღარ ვითარდება რა საკეთებს რობ ფონტი ვიცით მისგან სიურპრიზებს არ ველოდებით არც ჩვენ და არც რაულ როხას ჯუნიორი ზუსტად იცის ჯუნიორმა რა უნდა ზუსტად იცის რაც გააკეთებს მის წინააღმდეგ რობ ფონტი და ნუ მას და მის გუსტად შენ იქნება უბრალოდ ამ იბის წინააღმდეგ რაც გეგმა შეემუშავებინა. ნუ რა გეგმა შეემუშავეს და როგორ ეს არ ვიცი, მაგრამ ფიზიკა აქვს წინვალე რაულ როხას ჯუნიორს, რა თქმა უნდა სტრაიკინგში და ფეხზე ტექნიკურად მას ბევრად ჯობია რობ ფონტი, მაგრამ რაულ როხას ჯუნიორს შეუძლია არება, ზოგადად არება რობ ფონტთან არ არის მარტივი, მაგრამ ფიქრობ ისე ფიზიკის ხარჯზე, ფიზიკის ენერგიის ახალგაზრდული ენერგიულობის ხარჯზე ვფიქრობ როხას ჯუნიორს შეუძლია ეს არეულ თამაში გადაიყვანოს ბრძოლა, რაც ზოგადად როგორც კიდევ ერთხელ მინდა გამოვიო რობ ფონტთან ძნელია. ამიტომ დიდ ფავორიტად არ დავასახელებდი მექსიკელს, მაგრამ მცირე ფავორიტად მაინც უკვე ახალგაზრდა, ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან ნიჭიერ მექსიკელს დავასახელებდი. და მივადექით თანამთავარ და მთავარ ბრძოლას. ნუ დავიწყოთ თანამთავარით, საშუალო ზონაში მე-7 ნომერი კაიო ბოხალიო, ბრაზილიელი ხდება ნიდერლანდების წარმომადგენელ მერვენ ომერს, რაინიერ დერიდერს, რომელიც ძალიან ხმაურით შემოვიდა, უკვე ტიტულოვანი, თავის ძოზე One Championship-ის 2 წონის ჩემპიონი. პლუს ამას დაუმატოთ დიდი რეგალიები უშუალოდ ჯიუ-ჯიტსუში. ძალიან მაღალი დონის ჯიტსერი რეინიერ დერიდერი, რომელსაც ძალიან მალე მოიგო MMA-ის და UFC-ის, ასე ვთქვათ, გულშემატკივართა გულები, ვინაიდან წინვალედ შემოვიდა UFC-ში და ამეთანხმებით ალბათ მოიგო ზედიზედ 4 ბრძოლა თან ძალიან მალე ჩაატარა, ზოგადად 5 ბრძოლა მან ჩაატარა წელიწადზე ნაკლებ დროში. ანუ კალენდარულ წელიწადში არ გამოვიდა ეს, იმიტომ რომ დაიწყო 2024 წლის ნოემბერში, მაგრამ მთლიანობაში ეს 5 ბრძოლა წელიწადზე ნაკლებ დროში გამოვიდა და ბოლო ბრძოლაში დამარცხდა ბრენდონ ალენთან, ძალიან სუდად დამარცხდა, მაგრამ იქ თქვათ აღნიშნოთ აუცილებლად რომ პირველ რაუნდის რეინიერ დერიდერი და დანარჩენ რაუნდებში რეინიერ დერიდერი იყო ორი სხვადასხვა ადამიანი ფაქტურად, იმიტომ რომ პირველ რაუნდში შეჭამა უბრალოდ ბრენდონ ალენი, უბრალოდ ნუ ვერ დააფინიშა, თორემ მიწასთან გაასწორა პირდაპირ ბრენდონ ალენი, მაგრამ ისე დაიღალა და ისე არ ვიცი რა დაღლაც ესე უცებ არ ვიცი, ნუ მეორე რაუნდში გამოვიდა აბსოლუტურად გამოფიტული და მეორე რაუნდიდან მეოთხე რაუნდის ჩათვლით იყო რაღაცა განახევრებული, დასუსტებული, განადგურებული მებრძოლის სახით და ნუ საერთოდ უკასოდ არც გამოცხადდა მეხუთე რაუნდში, ასე ვთქვათ, მეოთხე რაუნდის შემდეგ თავად განაცხადა უარი ბრძოლაზე. ანუ ფინიში ოფიციალურ ტექნიკურ ნოკაუტს დაფიქსირდა, მაგრამ ბრძოლის დროს ის არ დაფინიშებულა, ასე ბაშებდით დამთავრდა მეოთხე რაუნდი, კუთხეს უთხრა რომ აღარ გავალ მეხუთე რაუნდზეო და აი იშვიათია ეს შემთხვევა, მაგრამ ისეთ ცუდად იყო არ გამეგვიდა და სხვა არც ვამტყუნებ. ძალიან ცუდად იყო, ნუ იქ მაგდროის მონგებიც არ იყო ჯერ ერთი და მე კიდე უბრალოდ საცოდაობა იყო მისი ყურება.
არა იქამდე წინვალე 4 გამარჯვება ჯერ მირშართან, შემდეგ კევინ ჰოლანდთან, ბონიკალთან, წინვალე პერფორმანსი და რობერტ ვიტეკერი 5 რაუნდის განმავლობაში სასტიკად ცემა შეიძლება ითქვას. რაც შეეხება ამ ბრძოლას იცით ალბათ რომ ზოგადად ყოველთვის გულშემატკივრობდი ენერგ იდერს ამ ბრძოლაშიც არ დაგემალავდა ნამდვილად გულშემატკივრობდა ძალიან მინდა მოიგოს მაგრამ გამოგიწევით თუ ვერ ხედავ ენერგ იდერს ფავორიტად ვერ ხედავ ფავორიტად პირველ რიგში იმიტომ რომ ის რაც მოხდა ბრენდონ ალენთან მე ცოტა მიჭისეს რაღაცებზე დავაბრალო ხოლმე რაც ერთ კონკრეტულ რაღაც უიღბლო დღეს ან რაღაცა ის ან მხოლოდ იმ ფაქტორს აი ის რო გადაიღარა გამოიფიტა ეს ასე ვთქვათ მარტო ერთ ბრძოლაში არ არის ეგრე რომ ერთ ბრძოლაში ვნახოთ მარტო ამის შედეგი ეს შედეგი შეიძლება აი ხანი გაყვეს და შეიძლება ამ ბრძოლაშიც იგივე ასე ვთქვათ მიზეზით ბევრად უფრო არასრულფასოვანი რენიერდერი ვნახოთ მოკლედ თან ის მიაქციეთ ყურადღება რომ მეტოქი ყავს კაი ბოხალი რომ ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი ის არ არის საუბრობთ რეინერზე დაბალია ცოტა იმიტომ რეინერია ძალიან მაღალი მაგრამ ზოგადად მასიურია და ეს არ არის შემთხვევა დაუშვათ ვიტეკერის შემთხვევა არ არის რომელსაც ელემენტარულად გაბარიტების ხარჯზე შეიძლება ცემოს ხო იქ ვერ დააფინიშა და ვერ დაასაბმიტა ვიტეკერი მაგრამ ცემა ელემენტარულად რეინერდერმა აი ბოხალიო თუ ვერ წააქცია რასაც ყოველთვის ცდილობს დერი და წააქციას დავივალე წააქციეთ ჩემი აზრით პირველ რაუნდში ალბათ წააქცევს მაგრამ თუ ვერ დააფინიშა საწყის რაუნდებში პირველ ან მეორე რაუნდში ჩემი აზრით ვეღარ მოიგებს და იმას ნამდვილად ვერ გაუკეთებს რაც გაუკეთა რობერტ ვიტეკერს იმიტომ რომ გაბარიტებში და ძალაში ბახელებს სხვა არა პირიქით და არც ენერგიულობაში ბოხალიო არც დაიღლება და ასე ვთქვათ ეგრე ჩხუბში ვერ ცემს თუ ჯიუჯიტსუთი არ მოერია რენიერდერი ჩემი აზრით ის ბოხალიოს უბრალოდ ვერ ცემს სხვანაირად ამიტომ პირველი ორი რაუნდი კი მე მექნება იმედი რომ იქნებ თავისი სასწაული ჯიუჯიტსუ გამოიყენოს რენიერმა მაგრამ პირველ რაუნდში თუ ვერ გაფსკვაჩა ბოხალიო ჩემი აზრით რაღაც მეორე რაუნდის ბოლოსკენ როცა დაიწყება დაღლა და აუცილებლად დაიწყება ჩემი აზრით რენიერის დაღლა თუ მანამდე არ დააფინიშა მეორე რაუნდის მეორე ნაწილი ბოლოდან უკვე ჩემი აზრით ფავორიტი ხდება კაიო ბოხალიო. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში სამწუხაროდ. მე ვფიქრობ რომ თავის დროზე, აი რენიერდი რო გადმოსულიყო ერთ ადრე UFC-ში, ვფიქრობ რომ მეტი შანსი ჰქონდა. მე არ მაქვს აუცილებლად ჩემპიონობის, ჩემპიონი მაინც არ ხარიყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა დიდი ხანი ყოფილიყო ტოპ მებრძოლად. პატარაც არ არის დიდი 35 ის არის და ძალიან ბევრი ბრძოლა გამოიწვია თან მაღალი დონის ბრძოლები აქვს სულ ეს One Championship-ის სულ ჩემპიონობის ბრძოლები ქონდა ორ სხვადასხვა ზონაში ასე რომ დრო არავის ინდობს და მით უმეტეს რენერ დერდერს რაც არ უნდა თუნდაც სულ პირველ რაუნდის დასაწყისში მოეგო ბრძოლა როგორც წესი ასწრებდა დარტყმების მიღებას გაშვებას იმიტომ რომ ფეხზე რენერ დერდერი ძალიან ცუდი, თან ცუდი რა გქონდეთ იცით, თავად შეიძლება დაარტყას, კარგი დარტყმა ხარ, ვეთქვი დარტყმა არა, ხო შეიძლება ამაზიანებელი დარტყმა, დაცვა აქვს საშინელი, ყველას განუშვებს დარტყმას დერდერი. იმიტომ რომ ყოველთვის სწრაფად ცდილობს მისაზე გადაყვანას, იმიტომ რომ რაც უფრო დიდი ხანი დარჩება ფეხზე, მით უფრო მეტი მოხდება, თან კარგი დარტყმები ხდება, რა იცი, აი იმის ისიც არა აქვს, რომ რაღაცა, აი გაუშვას, მაგრამ ცოტა ბლოკით რაღაცა რომ როგორც წესი სუფთად არტყავენ მას. ამიტომ ამ ყველაფერმა შესაძლოა რაღაცა გარკვეულწილად კვალიც დატოვა მასზე ყოველ შემთხვევაში დარტყმების ბევრი მოხვედრია მიუხედავად იმისა რომ როგორც წესი იგებდა და სხვადასხვა ზოგადად შეიძლება სანამ ბრენდონ ალენთან წააგეთ და რეინერ დერდერს წაგება ქონდა მხოლოდ ორი და ორივე ანატოლი მალიხინთან რომელიც მასე მძიმეა იმიტომ რომ მოინდომა One Championship-ში საშუალო წონისა და მძიმე წონის ჩემპიონი ხო იყო და მოინდომა მესამე წონის ჩემპიონობა მძიმე წონის ჩემპიონობა და ის საერთოდ მალიხინთან ავიდა და მალიხინი ძალიან დიდი აღმოჩნდა თან ასე თქოს გონია რომ მალიხინი ცოტა უარს ფარმაცევტიკაც მალიხინს ჩემი აზრით მაპატიეთ შემოწდებოდი მაგრამ მე ასე შევიდე მაგ და ოღონდ ძალიან დიდი აღმოჩნდა და ფიზიკურად ძლიერი მასზე მალიხინი და თორე ამ თავის წონებში წაიღა არ ქონდა ფაქტიურად დეიდეს მაგრამ მიუხედავად ამისა იმ ბრძოლებსაც იგებდა მათ შორის იმ ბრძოლებში რომელსაც პირველ და მეორე რაუნდში იგებდა ასწრებდა და უშვებდა დარტყმებს ასე რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ თან ბოხალიო საკმაოდ ძიმედ უტყავს ასე რომ
მოკლედ დროულად თუ არ გადაიყვანა მიწაზე და დროულად თუ არ დასაბმითა, ну ან მიწაზე შეიძლება ხარ მიწაზე თუ გადაიყვანა იქ ტექნიკური ნოკაუტი შეუძლიათ ხოლმე ground and pound-ის მშვენიერი აქვს დერიდერს. შემდეგ უკვე მეორე რაუნდის შემდეგ ძალიან მცირდება დერიდერის შანსები. მთლიანობაში ძალიან გამიხარდება დერიდერმა რომ მოიგოს, მაგრამ მცირე ფავორიტად სიმართლეითაც კაი მოხალიოს დავასახელებდი, მაგრამ კიდევ ერთხელ ძალიან გამიხარდება თუ შევცდები. და მივადექით რა თქმა უნდა თავარ ბრძოლას, რომელზეც დიდი ხმაური ატეხილი, დიდი აურძაური და ძალიან გაყოფილია MMA-ის მოყვარულთა მოსაზრებები პროგნოზებში. ალბათ, რა ვიცი ახლა რთული სავარაუდოა, აი ზოგადად ყველა MMA-ის ყველა მოყვარულის ის გამოკითხვა რომ ჩაატარო, ვისკენ იქნება უპირატესობა პროგნოზების გულისხმობ რა. არ ვიცი. სავარაუდოდ ბუკმეკერები ფავორიტად დაასახელებენ მაგ ჰოლოვეის, იმიტომ რომ ბოლო ბრძოლებში ჰოლოვეის ასე ვთქვათ ნაკლები წაგება აქვს, ხო? მოდი შევხედოთ. ყოველ შემთხვევაში ბოლო წინა ბრძოლაში ორივეს აქვს ბრუტალური ნოკაუტით წაგება ილია თოფურიასგან. ну იმის შემდეგ ორივე დაბრუნდა გამარჯვებით. ხო, არ ვიცი ბუკმეკერების დაასახელებენ, მოდი მე გეტყვით რომ მე როგორ ხედავ, დაგიკვირდება და ჩემთვის ეს ბრძოლა ახლობა მაინც არ არის. და მე რატომღაც მგონია რომ მე ყოველთვის მივიჩნევ ძალიან არა, ну ყოველთვის დიდ ფავორიტად მივიჩნევ შარლ ოლივეირას. შეიძლება მეჩვენება ეს არის, რომ არ დაგიმართ ოლივეირას გულშემატკივრად კიდეს, მაგრამ ამის გამო არა, იცით. ჩემი აზრით, ვაჟო მეგობართან ერთად საუბრობდი დღეს და ორივე ერთ აზრზე ვიყავით, რომ ყველაფერი რა მოხდება დამოკიდებული არის ერთ ადამიანზე. ოღონდ ეს ერთ ადამიანი არის შარლ ოლივეირა. ანუ რაც გულისხმობ, მაქსი ვიცით რას გააკეთებს, ყველა მისის რას გააკეთებს, მაქსმაც ის რას გააკეთებს და წესით ოლივეირაც ის რას გააკეთებს. ზუსტად ვიცი. აი ოლივეირა რას გააკეთებს, ამაზეა დამოკიდებული რა მოხდება. რა შეიძლება ოლივეირა ბევრი რამე შეიძლება გააკეთოს. შეიძლება გააკეთოს რა, შეიძლება წავიდეს წინ მაქს. შეიძლება არ წავიდეს, მაგრამ დგომში დაელოდოს წინ წამოსულ მაქს. შეიძლება ძალიან აქცენტირება გააკეთოს ჭიდაობაზე და თავიდანვე მთელი მიზანი იყოს როგორმე კრემპლინში გადაიყვანო ბრძოლა. აი სამივე რაღაცა გაუკეთებია ოლივეირას. მე არ ვამბობ სამივე სწორია. არ არის სამივე სწორი. პირველი ნამდვილად არ არის სწორი ყოველ შემთხვევაში. კრივი ღია ესე პირდაპირ წავიდეს ხელებით კრივში მაქსთან, ჩემი აზრით არასწორია. თუმცა ეს არის ოლივეირას არ გააკეთებს, იმიტომ ოლივეირას თავარი ნაკლი მთელი კარიერის განმავლობაში იყო ის, რომ ძალიან ხშირად უშვებდა შეცდომებს. უშვებდა დარტყმებსაც, მაგრამ ეს შედეგი იყო. იმიტომ უშვებდა რომ ტაქტიკურ შეცდომებს უშვებდა. უბრალოდ ამავე დროს ოლივეირას აი ამ ნაკლს მთლიანად აბათილებს ის ფაქტორი, რომ უნარებით ოლივეირა არის სასწავლო. ჩემი აზრით, უნარებით ოლივეირა არის ერთ-ერთი შესაძლოა ყველაზე საუკეთესო მებრძოლი. უნარებით ვამბობ, მხოლოდ და მხოლოდ. უბრალოდ მას აქვს, მართლა აქვს, პრობლემა ძალიან ხშირად შეცდომებს უშვებს გადაწყვეტილებებშიც. უბრალოდ ჯერჯერობით ამ ტანიც არის ცოტა პარადოქსია, რომ ნოკდაუნში ვარდება ადვილად, მაგრამ ფინიშდება ძალიან რთულად. პლუს დავუმატოთ იმას, რომ ნოკდაუნში ჩავარდნი ოლივეირას დიდი სიახარულით არ მიყვებიან ხოლმე დასაფინიშებლად. თუ რა თქმა უნდა ისლამ მახაჩევი არ ახარ, იმიტომ რომ სხვებს მახაჩევის გარდა ცოტა ეშინიათ იქ. შეიძლება გიტყუებს, ესეც გაუკეთებია ოლივეირას, რომ ჩაგიტყუოს მიწაზე. და პლუს ამ ნოკდაუნის მერე ადვილად ბრუნდება თამაში ოლივეირა. თავად თუ ნოკდაუნში გაუშან, თუ რაღაცა პატიარ დაზიანებას შეამჩნია მეტოქეს, თუ თავად კვლელის ინსტინქტი აქვს და პირდაპირ ფინიშზე მიდის და როგორც წესი აფინიშებს. უბრალოდ რეალობაში ოლივეირა არის ძალიან მაგარი მებრძოლი, მაგრამ აი ეს მისი გაუგებარი გადაწყვეტილებები ზოგჯერ და რაღაც შორს წავიდეთ ილია თოფურიასთან, თავად ასე თქვა მე ხო, თქვათ ილია თოფურიას და ოლივეირას ბრძოლის წინ ჩემს ვიდეოს თუ მოძებნით. ამ გვერდზე დევს თუ არა არ ვიცი. ჩემს მიერ ნუ სხვადასხვა პლატფორმებზე გამოთქმული მოსაზრებები ვამბობდი კიდევ პირდაპირ რა უნდა გააკეთებინა ოლივეირას. ოღონდ იქვე ვამატები რომ არ გააკეთებს მეტი, იმიტომ რომ ასე იქცევა ოლივეირა. სხვადასხვა სადაც რამოდენიმე თვის წინ ოლივეირას ინტერვიუ შემდგომ სადაც თავად საუბრობს იმას, რომ ის უნდა გაეკეთებინა მართლა. რატოს მე მომდი და სულელი ვარო პირდაპირ ამბობს რა, ილიასთან ისე რომ წავედიო პირდაპირ, მაგრამ ნუ კიდევ ერთხელ წმუნდებით რომ აი რაღაცა ის აქვს ამ ადამიანს და ვერ ვიტყვით რომ ინტელექტი არა პირიქით ძალიან კარგად ეხერხება ის რაც შევეხე რამდენჯერმე ბრძოლის მიმდინარეობაში ცდილობა ეს არ კიდე კარგი მის კი შეიძლება მათ დაუშვა შეცდომა მაგრამ ბრძოლის ცდილობაში ის მაინც მიხვდება რომ ეს შეცდომა დაუშვი და
გამოსწორებას აკეთებს, უბრალოდ ილიას შემთხვევაში ვერ მოასწრო, იმიტომ რომ იმ შეცდომას ისეთი ნოკაუტი მოხდა, რომ იქ ხა გინდა მოხდარიყავ, გინდა ვერ ხდებოდა იქ. ოლივერაც გაიტიშა. მაგრამ ასე მხოლოდ ილიათიშას ოლივერას, ასე ოლივერას ათიშავენ და ნოკდაუნში ჩავარდნილ ოლივერა ახერხებს იმას, რომ დასკვნები გამოიტანოს, გაანალიზოს და შეცვალოს ტაქტიკა. ეს აქვს ოლივერას, იმიტომ რომ უნარების ხრივ ოლივერას აქვს ყველაფერი აბსოლუტურად, რაც კი MMA-ში არის. არ აქვს რომ მე არ ვამბობ ხა გასაგებია მიწაზე და სამიშენები ყველაფერი იცის ეს. ვიცით, გინდა კონტროლი იყოს, გინდა ზურგის აღება იყოს, გინდა დაცვითი სამიშენები, ანუ გულისხმობ კონტრ გარდიდან სამიშენები, გინდა მაუნტიდან, ამაში არის ყველაფერი გენიოსია, ხო? პლუს ფეხზეს მას შენიერი დატყვებია შეუძლია ხელით და შენიერი კიკერიც არის, როცა საჭიროა, შენიერი მუაიტაი აქვს სხვადასხვა ამას ბევრი არ აქცევს ყველებას, მაგრამ ტაიკლინჩი არის ძალიან საჭირო, დაყვებით უხლებით უშუალოდ წინვალეთ. და აქედან გამომდინარე, ოლივერა ნებისმიერ აი თავისი შეცდომების მიუხედავად ნებისმიერ შემთხვევაში საშიშია. და თუ ცოტა გამიგზელდა საუბარი, მაგრამ თუ ოლივერა სწორად იბრძოლა და თუ ის არ გააკეთა, რადგან ისაუბრე, ხო, ის პირველი ვარიანტი, გეგმა A. თუ არა აიჩია. ჩემი აზრით ძალიან გაურთულდება საქმე ოლივერას, იმიტომ რომ უკანა ფეხიდან გიჟივი წინ ოლივერა ვერ წავა, ოლივერა არ შედა. ხოლო ვერ წავა, იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტში ოლივერა აუცილებლად ხა კი შესწავლეთ უშუალოდ არც ისე სულელი არ არის. ოლივერამ ძალიან კარგად იცის, რომ გრეპლინგის შანსი თუ აქ უნდა გამოიყენოს. აუცილებლად უნდა გამოიყენოს და პატარა შანსი თუ გაუჩნდათ, ან არ არის აუცილებელი წაღწევს ვერ წაღწევს არ არის. შეიძლება თუნდაც კლინჩი რაღაც მომენტში აღმოჩნდეს და ცოტა გვერდულად შეტრიალდეს ჰოლოვეი პირდაპირ ეგრევე აცოცდება ზურგზე და საერთოდ დაჭირდება, საერთოდ წაუქცებლად შეუძლია დააფინიშოს, უბრალოდ ზურგიდან მარკუშით. გაუკეთებია ეს ოლივერას. ხო და იქიდან გამომდინარე, რომ მაქს ჰოლოვეი ოლივერა უშვებს დაკვეს, მაგრამ მაქს ჰოლოვეი როგორც წესი თუ ვინმეს აფინიშებს გვიან რაუნდებში. და ეს მგონია თავი პრობლემა მაქს ჰოლოვეისთვის. იმიტომ რომ ოლივერა გვიან რაუნდებამდე საქმეს არ დებს, როგორც წესი გვიან რაუნდებამდე ოლივერა ძოლები არ მიდის. კი მისულა მისი ძოლები გადაწყვეტილებამდე, მაგრამ ძალიან იშვიათად და როგორც წესი იმ გადაწყვეტილების ძოლებსაც როგორც წესი კარგად მიყავს ხოლმე და უმეტეს შემთხვევაში მაინც იგებს ხოლმე ოლივერა, მოდი ნახოთ ხოლმე მეშლება. ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდში, კარიერის ბოლო პერიოდში, კი სხვადასხვა. ზოგადად ძალიან ცოტა აქ დისიჟენი მიაქცია, თქო 36 გამარჯვებიდან გადაწყვეტილებით აქვს მხოლოდ 4. მოიდგინეთ. და 11 მარცხიდან გადაწყვეტილებით მარცხის მხოლოდ 2. ხო ვდებით ხო? ანუ გვიან რაუნდებამდე ბრძოლა არ მიდის ხოლმე. შესაბამისად ბრძოლა უნდა დათოვდეს თავიდან. თავიდან თუ თავდება ბრძოლა მალევე, თავიდან რა, მალევე. მე თავიდან მალევე ბრძოლებს ჰოლოვეი ვერ იგებს ხოლმე. და თან ამ მათემატიკასაც თავი დავანებოთ, ანუ გამოდის რა, რომ თუ დაუშვათ და იმ დაშვებას მივიღებთ, რომ ჰოლოვეი უნდა დააფინიშოს ან მესამე ან მეოთხე რაუნდში, გამოდის რომ მესამე ან ფინიშამდე ოლივერამ ვერ უნდა წააქციოს და გრეპლინგში ვერ ჩაითრიოს ჰოლოვეი. გჯერათ ეს? მე იმას უფრო დავიჯერებ, რომ გრეპლინგში ვერაფერი ვერ დაუშავა ოლივერამ. თუმცა ძალიან მეჭება, მე ვფიქრობ, რომ თუ წააქცია და მით უმეტეს თუ ზემოდან აღმოჩნდა ოლივერა აუცილებლად დააფინიშებს ჩემი აზრით. ჰოლოვეის მაგრამ თუნდაც ვცდებოდე ეს კიდე უფრო ასე ვთქვათ დასაშვებია ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, ვიდრე ის რომ 3 რაუნდის განმავლობაში ვერცერთი მიწაზე ვერ გადაიყვანოს ოლივერამ მაქს ჰოლოვეი. არ ვიცი. ამიტომ ყველაფერი აქედან გამომდინარე, ორივე მებრძოლის აიმუნარების შეჯამებით და რაღაცა წარმოსახვაში, რომ წარმოვიდეთ ბრძოლის სველობა მათ შორის, ხო? რეალური მასში, წარმოსახვაში. ცოტა მიჭირს დავინახო ჰოლოვეის წარმატება. მიჭირს არ მიჭირს თუ ის არასწორი ტაქტიკა ეჭა თუ დავუშვათ ოლივერამ ჩათვალა ეს არის BMF-ებზე ბრძოლა და ამიტომ უნდა სახეში უბაზუნოთ ერთმანეთს. ნუ მაშინ წააგებს ნამდვილად, მაგრამ რატო უნდა გააკეთოს ეს ოლივერა უბრალოდ არის. მე მის ადგილზე არ გავაკეთებდი. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ,
რა თქმა უნდა, ამის შანსი არის. ნუ ასეა თუ ისეა, ყველაფერი ამის დაწონვით, ნუ ვალდებული ვარ, ჩემი მხრიდან ყოველ შემთხვევაში, რომ საკმაოდ მსუხე ფავორიტად ანუ ჩარლზ ოლივეირა. დანარჩენი ამას გაამართლებს ამ სტატუსს თუ არა, ეს მხოლოდ ოლივეირას ხელში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ოლივეირას როგორც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ოლივეირა თუ სწორად იბრძოლა, აუცილებლად მოიგებს. ასევე იმაშიც ვარ, ნუ დარწმუნებული როგორ თქვა, ახლა ისე წინანებას ვამბობ, მაგრამ აბსოლუტურად მისაღებია ჩემთვის, რომ ოლივეირამ აირჩიოს სხვა თამაში. უბრალოდ ის სხვა თამაშსაც თუ აირევს, ხარ, ნუ თუ ეგრევე არ გათიშა, ოლივეირამ და მაგრამ ოლივეირა არ თიშავს ეგრევე. როგორ დავიჯერო, რომ რაღაც 2-3 რაუნდის თულობაში ვერ მიხვდეს ხა ოლივეირა, რომ ის რაღაც არასწორად ვაკეთებ და მოდი დაუბრუნდები ჩემს საწყისებს. ეს არის მიზეზი, რატომაც მე ვთვლი ჩარლზ ოლივეირა დიდ ფავორიტად, ვიცი რომ ბევრი თქვენთაგანი არ დამეთანხმება და შეიძლება მეტესობაც არ დამეთანხმოს, მithumetes დიდ ფავორიტად რო ვაცხადებ, ხა შეიძლება ვინმე თვლიდეს ოლივეირას ფავორიტად, მაგრამ არ მეთანხმებოდეს იმაში, რომ დიდი ფავორიტია და ეს აბსოლუტურად მისაღებია, იმიტომ რომ შეიძლება მაქს ჰოლოვეისთან ვინმე ეს თავისუფლად დაასახელოს დიდი ფავორიტი, უბრალოდ მე სტილისტურად გონია რომ ოლივეირას უკეთად მაქს ჰოლოვეისთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია იმისთვის რომ მაქსმა თავისი ბრძოლა და ის ბრძოლა გაუჩაღოს რაშიც ის უბრალოდ კი არ იგებს სიამოვნებას იღებს. აი მე ვფიქრობ რომ მისთვის ოლივეირას ბრძოლა საკმაოდ უსიამოვნო და დისკომფორტია. აი ეს იყო სულ ის თქმაც მინდოდა ამ ივენტთან დაკავშირებით. შეგახსენეთ რომ შეგიძლიათ მოიწონოთ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ რა თქმა უნდა, თუ არ მოგეწონათ არ მოიწონოთ. და თუ ზოგადად მოგწონთ ჩემი ვიდეოები, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი არხი, იქ რაღაცა რო არის ზარის ნიშანი, იმასაც დააჭიროთ და რა ვიცი, მიყურეთ. ძალიან მალე წავა ჩემგან ამ არხზე ვიდეოები უკვე, ასე ვთქვათ, ფორმატში მეცაც გეტყვით რამოდენიმე ვიდეოს, ალბათ იმ კვირაში უშუალოდ მეცაც გეტყვი ფორმატისას დავდებ და შეგიძლიათ ამ ვიდეოებისთვის, ასე ვთქვათ, უკვე დამისვათ შეკითხვები, შეგახსენეთ მეცაც გეტყვით ფორმატი არის მხოლოდ ეთმობა ეს ვიდეოები ეთმობა მხოლოდ თქვენს კითხვებზე პასუხების გაცემას, ასე რომ შეგიძლიათ ამ ვიდეოს კომენტარებშივე დაწეროთ ის კითხვები, რომლებზეც გაინტერესებთ ჩემი აზრი და ჩემი პასუხები. დღეისათვის ეს იყო. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, ძალიან მალე ლას-ვეგასში ესწოლა ხოლმე სტეგი ბატონო T-Mobile არენაზე ლას-ვეგასში დაიწყო UFC 326 და ნუ რა თქმა უნდა მშვენება ამ ივენტის გამთენიისას, კვირას გამთენიისას ჩარლზ ოლივეირა, მაქს ჰოლოვეი, BMF კამარზე, თუმცა ალბათ BMF კამარი საერთოდ აი ზედმეტია ამ შემთხვევაში ოლივეირა და ჰოლოვეი ერთმანეთს ხვდებიან, ეს უკვე MMA-ს ზეიმია, სულ არ იყოს არანაირი კამარზე ბრძოლა. უყურეთ MMA-ს, გამოიწერეთ ჩემი არხი და რა თქმა უნდა იყავით ჩანსზე. აბა კარგად.